მოგესალმებით, ვიესალმებით ჩვენს მაყურებელს. შეხება გვაქვს, საქმე გვაქვს ბოროტმოქმედ რეჟიმთან, რომელიც არის დაცლილი ყოველგვარი მორალის, ყოველგვარი სინდისის, ყოველგვარი კეთილსინდისიერებისგან. ეს არის ადამიანების ბანდა, კრიმინალების ბანდა, ბანდფორმირება, რომელიც მზად არის აბსოლუტურად ყველა სხვადასხვა ტიპის მექანიზმი გამოიყენოს იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში შეეცადოს და ჩაკლას თავისუფლების კულტურა, რომელსაც ვერაფერს ვერ უშვება. და ამიტომ არის ასეთ ტოტალურ ისტერიაში და პარანოიულ მდგომარეობაში, ხო? აღარ იცის რა მოსწოს, აღარ იცის ვინ დაიჭიროს, აღარ იცის ვის აღუძრას ეგრეთ წოდებული საქმე, აღარ იცის იმ ფონდებსაც კი მისდგა, რომელიც თქვენ თქვის არქოს ეს პოლიტიკურ საქმეებას ხო არ ეწევიან, ადამიანებს ეხმარებიან და ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას აღმოუჩენენ ადამიანებს, რიგით მოქალაქეებს და ასეთ ფონდებსაც კი, რომელიც რიგით კეთილსინდისიერ ქართველებს ეხმარებიან ძნელბედობის ჟამს ყველაზე რთულ სიტუაციებში, ასეთ ფონდებსაც მიადგნენ. თვითონ ხო არაფერი გაუკეთებიათ ამდენი წლის განმავლობაში გარდა ადამიანების გაღარიბებისა და ქვეყნიდან გაქცევისა და ვინც რამე სიკეთეს აკეთებს, ვინც რამე რაღაც კარგს აკეთებს ადამიანებისთვის, იმათ მიადგნენ პოლიტიკური ნიშნით. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი ტოტალიტარული მოქმედება, რეპრესიული პოლიტიკა და რაც უფრო მეტ ასეთ ნაბიჯს გადადგამენ, მით უფრო მალე მიიღებენ იმ პასუხს, რომელიც მოდის და ძალიან მყარად უნდა ვიცოდეთ ყველა ჩვენ გვარ მოდის. იმიტომ ეს არის შეუძლებელია გადაურჩენ იმ პოლიტიკურ განაჩენს, რაც უკვე დიდი ხანია საქართველოს ხალხს გამოტანილი აქვს, რომლის გაფორმალურებაც გაჭიანურდა რამდენიმე თვით, მაგრამ რომლის ბოლოც არის მკაფიო და ცხადი და ეს არის აი რუსული სიმსივნისგან გათავისუფლებული ქართული ეროვნული სახელმწიფო და გარდა ფონდებზე თავდასხმისა დღეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სავალალო ცვლილების შესახებ მოვისმინეთ. ეს არის სკოლებში ODR-ების დანიშნა პირდაპირ განათლების მინისტრის ბრძანებით ჩვენს სასკოლო სისტემაში ინიშნებიან ODR-ები. ეს რას ნიშნავს? ხელისუფლება, რომელიც ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც ამდენი თვის განმავლობაში რას არ ეცა, რომელ ჯგუფს არ სვდა, ხელოვნებს, არ ვიცი, ექიმებს, ერთგან დასაქმებულებს, მეორეგან დასაქმებულებს, ახლა მიადგა მასწავლებლებს და 50,000-ზე მეტ ადამიანს და მათ დირექტორებს ეუბნება, რომ ვიღაცა უნდა დაუსვან, აი ჩეკისტურ ბოლშევიკურად, რაც არის მათი რეალური პოლიტიკური შინაარსი, ვიღაცა უნდა დაუსვან იქ რესურს ცენტრებიდან მივლენილი ადამიანი, რომელიც იქნება მათი დირექტორების კიდევ დირექტორი, რომელიც ამ ადამიანებს უკარნახებს რა როგორ გააკეთონ, როგორ იფიქრონ, როგორ იაზრონონ. რატო? იმიტომ რომ მასწავლებლები არიან ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ღირსეული ძალა ამ ქვეყანაში და დემოკრატიული ძალა, აქვე ვიტყვი. ისინი არიან ადამიანები ძალიან დიდი გავლენით. თან ადამიანები, რომელიც არ დაუფასებია არც ერთხელ ამ ხელისუფლებას. მასწავლებლებს უნდა კონდეს ორჯერ და სამჯერ უფრო მეტი ხელფასი. მასწავლებლებს უნდა იდგეს ქართული სახელმწიფო და ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფო და დგას კიდევაც. ყველა ღირსეული სახელმწიფო დგას ღირსეულ საგანმანათლებლო სისტემაზე, რომელიც უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს მასწავლებლის დამფასებელი. მის გვერდით უნდა იდგეს ODR-ებს კი არ უნდა უნიშნოს, სუსის კადრებს კი არ უნდა ასვამდეს თავზე. რესურს უნდა აზრე, რესურს ცენტრი ქვია ამ ინსტიტუტს და ვისი რესურსის ცენტრი არის და სუსის რესურსები უნდა ანაწილოს? თუ მასწავლებლებს ხელი უნდა შეუწყოს იმაში, რომ უფრო კარგად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები. ეს არის აი მაგათით ტოტალური რეპრესიის გამოხატულება, რაც ყველა სხვა მიმართულებით სადეს და არაფერი არ გამოვიდათ. და არც აქ არაფერი არ გამოვადა, იმიტომ რომ ძალიან მალე ქართველი ხალხი გაყრის აი ბოროტმოქმედ რეჟიმს და მათ დაარქმევს საკადრის სახელს, რაც უკვე მოხდა 2024 წლის 26 ოქტომბერს და ახლა უნდა გაოფიციალურდეს. კი ბატონო გრიგოლ, აი ისევ აი ფონდების საკითხს მინდა რომ შევეხოთ. როგორ ფიქრობთ, ანუ აი მაგალითად ნანუკა წერდა რომ რაღაცა არაუშავს ერთი კარი დაიხურება, მეორე კარს გავაღებთო, ანუ ბუნებრივია ხო ისეთ მოცემულობაში ვართ, როცა აქვთ მოქალაქეებს დახმარების სურვილი, ეს დახმარების სურვილი ვერსად ვერ გაქრება და ერთი ფონდი დაიხურება, ახალი შეიქმნება. კი ბატონო, არ არის პრობლემა, მაგრამ აი რაზე მიუთითებს
მიუთითებს თუ არა ეს იმაზე, რომ რაღაცნაირად კი აზრი აქვს ყოველდღე თუნდაც რუსთაველზე სიარულს. ამდენი ადამიანიც არ უნდა გადიოდეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე, რომ კი რეალურად უწყვეტ პროტესტს, რომელიც შეიძლება რაღაცნაირად განვიხილავთ, რამდენად დისკომფორტს უქმნის ივანიშვილს ან არ უქმნის, რომ რაღაცნაირად მაინც აწუხებთ ეს და შეუძლებელია არ გაწუხებდეს. ხო, შეუძლებელია არ გაწუხებდეს 100-ზე მეტი დღის განმავლობაში, როდესაც რამდენი ადამიანი, სულ რო ერთი ადამიანი გადიოდეს ყოველდღე რუსთაველის გამზირზე, იქ ვიღაც უკმაყოფილო მოქალაქე იდგეს, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის, ხო? კი, აბსოლუტურად. ერთ მნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ პროტესტს, ყოველდღიურ პროტესტს აქვს ფასდაუდებელი მნიშვნელობა. მე ახლახან დავბრუნდი და წინა სხვა ეთერში საუბრობდი ბალტიისპირეთიდან და ნორვეგიიდან, სადაც მქონდა სამ ქვეყანაში შეხვედრები, სამ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სამ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან პარლამენტებში და იქიდანაც იმ პერსპექტივიდან შემიძლია გითხრათ, რომ ის პროტესტი, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს 100-ზე მეტი დღის განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში და არა მარტო დედაქალაქში, ამ პროტესტს აქვს ძალიან პირდაპირი აზრი. ამიტომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა არის ამ კუთხით ფასდაუდებელი და განუჩნდ იმისა, რამდენი მოქალაქე იქნება რომელ პროტესტზე, რომელ დღეს წარმოდგენილი, პროტესტის შედგომას ყოველდღიურად აქვს ძალიან დიდი აზრი და რა თქმა უნდა, ბუნებრივია გაიზრდება ადამიანთა რაოდენობაც, მათ შორის უკეთეს ამინჩი, მათ შორის იმ ფონზე, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად არც ქართველი ხალხის და არც დასავლეთის თანადროული ძალისხმევა არ შეწყვეტილა 5 თვის თავზე არც ერთი აღიარება არ გააჩნია ამ ბოროტმოქმედ რეჟიმს, არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფო რეალურად მათ არ ეპყრობა როგორც ხელისუფლებას და როგორც მთავრობას და ვხედავთ, რომ რეალურად მათ პირობებში ჩვენ დავკარგეთ მილიონობით ევროს შემოსავალი სახელმწიფოსთვის, დავკარგეთ სამხედრო და თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით კრიტიკული სტრატეგიული პარტნიორობები, დავკარგეთ სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივები. გერმანიამ სრულად გაწყვიტა სამეცნიერო თანამშრომლობა, სხვადასხვა ფონდები ვეღარ აგრძელებენ მუშაობას, ჩვენი ქვეყანა ზარალდება. ეხლა იმას არ ვახსენებ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში და მის გამო ჩვენ დავკარგეთ დროებით, მაგრამ დავკარგეთ ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. 2020 წელს პირველი გემი უნდა შემოსულიყო. უკვე ქართული ბიუჯეტი წინ რო უნდა ყოფილიყო წასული. უკვე 20,000-მდე ადამიანი რო უნდა მუშაობდეს აიგერ აქ სამეგრელოში. ისე რომ აფხაზები ხედავდნენ ამ ყველაფერს და მოისწრაფოდნენ, რომ აქეთ მაგარი რაღაც ხდება, აქ მაგარი ეკონომიკა არის, მაგარი დასაქმების შანსები არის, ცივილიზებული სახელმწიფოა, კანონის უზენაესობაა, პროგრესული კანონებია, ამ ხალხმა იცის ასაკეთებს, საითმიდიან. რას დავებსგავსეთ ამის სანაცვლოდ? აი რას გავართ? ჭაობად გადაგვაქციეს, რომელშიც ადამიანებს სული ეხუთებათ ყოველდღიურად. არანაირი ეკონომიკური პერსპექტივა, არანაირი სოციალური პერსპექტივა, ერთადერთი რის პერსპექტივასაც აქ ადამიანი ხედავს არის სიღარიბე, გაჭირვება, სიღატაკე, მე ვიტყოდი, რეპრესია და ერთმანეთზე უფრო უარესი შლეგები, აი ბრიყვები, ეგრეთ წოდებულ პარლამენტში წერა-კითხვით უცოდინარი პრეზიდენტი, შეურაცხადი პრემიერ-მინისტრი და სანქცირებული, პარალიზებული ხელისუფლება. გნებავთ საკანონმდებლო, გნებავთ აღმასრულებელი. აი ეგრე მე რომ ვაფობ ბალტიისპირეთში ვიყავით ხო, იქ ეგენი ვერც კი შევლენ. ანუ წარმოიდგინეთ, ყველაზე მთავარი პარტნიორი ვინც ყავს, ვისთანაც ყველაზე მეტი ურთიერთობა უნდა ქონდეს ნებისმიერ გონიერ ქართულ ძალას, იქ ფიზიკურად ვეღარ შევლენ, როგორ უნდა ელაპარაკონ. ვერც ერთ დედაქალაქში ვეღარ შედიან. არიან მაგნიტსკის სიაში, რომელი ეროვნული უსაფრთხოება უნდა დაიცვან. არიან 99 კონსტიტუცია ამბობს, რომ 100 მაინც უნდა იყო იმისთვის, რომ ქმედ უნარიანი პარლამენტი გაგაჩნდეს. ასე რომ, სულ რომ ანგელოზები იყვნენ ეს 99 და არა 99 რუსი არარაობა, რომელიც ამ ქვეყანას ყიდის ყოველდღიურად, რისთვის ისინი უმძიმეს ფასს გადაიხდიან ამ ქვეყნის ისტორიის წინაშე და ამიცი მათ ადგილს მოაზროვნე ნაწილი 1-2 კაცი ხოვრებიათ, ვინც რაღაცები იცის. მე ვიცი რომ 1-2 კაცი, აი იმ ხალხს და რო ნახავენ, მიხვდები, იმ ხალხს მინდა ვკითხო, როგორ შეიძლება რომ რაღაცა თქვენი 12,000 ლარიანი ხელფასი და მონობა, აი ესეთ ფასად დასვათ, რომ მთელი თქვენი შეგრებული ცხოვრება, 1-2 ჩემ ხელა არის სხვათა შორის, მთელი თქვენი შეგრებული ცხოვრება, როგორ უნდა გაატაროთ ამ ქალაქის ქუჩებში, ამ ქვეყანაში, აი ამ სირცხვილით, რომ თქვენს ერს და თქვენი ერის გეოპოლიტიკურ მომავალს უღალატებთ. ჩემთვის ესე წარმოუდგენელი ამბავი. მაგრამ საფუძხაროდ ეს
როგორც ფაქტი შედგა და ახლა ჩვენ როგორც ერი ვიმოქმედებთ რამდენი დღეც უნდა დაგვჭირდეს ვიმოქმედებთ პრინციპულად იმისათვის რომ საქართველოს გავათავისუფლოთ ამ მავნებლებისგან და დიახ ანაკლიასაც ავაშენებთ იქვე 20000 კაცის დასაქმდება smart city-ც იქნება ჭკვიანი ქალაქი ჩვენს შუა კორიდორის სატრანზიტო ფუნქციასაც გამოვიყენებთ იმ 1000 ლარიან პენსიასაც შევქმნით აუცილებლად და ქართულ ადამიანს ჩვენს მოქალაქეს მივცემთ იმის მყარ ცოდნას რომ ცხოვრობს ადეკვატურ ქართულ ეროვნულ და ევროპულ სახელმწიფოში როცა ფასი ეს არის ამისთვის ბრძოლაში შეუძლებელია გაჩერდე ან დაიღალო. და აი პროტესტს რატომაც ვერ შლიან, ესეც მინდა თქვა, არის სწორედ ისაც თქვენც ახსენეთ კითხვაში, როგორ უნდა დაშალო პროტესტი, რომელიც არის ადამიანების პროტესტი. მას არ ყავს ერთი ორგანიზატორი, ერთი თავი, ეს ყველას პროტესტია. ხა ერთ ფონს დახურავენ, სამი გაიხსნება. ერთ არხს აჩერებენ დროებით, სხვა არხებით მოხდება გზამნის გატანა. ამ ქვეყანაში ბელარუსი არ გამოვა. გასაგებია რომ ერთი წიგნია წაუკითხავ ცხოვრებაში, მაგრამ ვისაც წაუკითხავ კითხონ ასეთი ტიპის სოციალურ და პოლიტიკურ ქსოვილში და ქართველების სახელმწიფოში ბელარუსი არ გამოგივათ. ასე რომ დანიშნეთ ახალი არჩევნები და მოემზადეთ იმისთვის რომ მიბრძანდებით სახლში და ზოგიერთი თქვენგანი არა მარტო სახლში. გასაგებია გრიგოლს აი სანამ შემდეგ კითხვას დაგისვა, მაგრამ და ვეთყვი მაყურებელს რომ აი გია ვოლსკის გაუკეთებია კომენტარი ფონდების დახურვასთან დაკავშირებით და ასეთ რამეს ამბობს ნანუკას ფონდზე რომ თუ მისი ფონდი მოლოტოვის კოქტეილებს აფინანსებდა და ფეიერვერკებს ეს უნდა გაირკვეს და დადგინდეს მე ვერდიქტი არ გამომაქვს მაგრამ აუცილებელია შესწავლა და გამჭვირვალობა თორე კეთილი მიზანი რაც ჰქონდათ ამას მეც მივესალმებიო ეს იყო ვოლსკის კომენტარი მე კიდევ ერთხელ ვეთქვით მაყურებელს რომ ჩვენ ველოდებით პროკურატურის განცხადებას სადაც ოფიციალურ მიზეზს გავიგებთ იმასთან დაკავშირებით კონკრეტულად რას ემსახურება აი ამ ფონდების დაყადაღება. გრიგოლ კიდევ ერთ თემასთან დაკავშირებით მინდა რომ დაგისვათ შეკითხვა ეს ეხება სააკაშვილის საკითხს 12 წელი და 6 თვე მიუსაჯა პირველმა ინსტანციამ მიხეილ სააკაშვილს და აი ამბობენ კიდეც რომ ეს არის უპრეცედენტო იმ კუთხით რომ აი როდესაც უნდა მომხდარიყო პირიქით რაღაცა შეკვეცა სასჯელის გაზრდა მოხდა ერთმანეთს დაუმატა მოკლედ მოსამართლემ და აი უმაღლესი რაც შეიძლებოდა აი ამდენი წელი განესაზღვრა მას რა სიტყვით არის თუ არა ეს თქვენთვისაც თქვენი პოლიტიკური გუნდისთვისაც რაღაცა პოლიტიკური შურისძიების ნაწილი და დემონსტრაციული დასჯა. ხო, პირველ რიგში მინდა რომ ვოლსკის გამოეხმაო რომ თუ რამე უნდა გაირკვეს ამ ქვეყანაში და ძალიან მალე გაირკვა. ეს არის კგბ-ს ინსტრუქტორები, იქ ფაილებით თუ დარბიან, კგბ-ს ინსტრუქტორები რატომ და როგორ მოხვდნენ ამ ქვეყანაში გავლენის სადავეებთან. და მის გარდა კიდევ არაერთი ადამიანია და მთელი მართლაც deep state-ი აი რო ლაპარაკობენ ამ რაღაცა სულელურ თეზაზე deep state-ის თვითონ არიან deep state ხო აი უფორმოებრივ დარბიან და შაიშველაშვილმა რო არ იცოდა ვინ დაგსწრდა ქუჩებში მესამე კაცმა იმ უწყებაში რო არ იცოდა ვინ ატერორებდა მოქალაქეებს ხო აი ეგრევე არის ეს კგბ-ს ინსტრუქტორების deep state-ი ამ ქვეყანაში რომელიც ძალიან მალე აილაკვება და ვოლსკის ურჩევდი რომ აი ამ დღეზე იფიქროს როდესაც პასუხები გაეცემა კგბ-ს ინსტრუქტორების საქმიანობას საქართველოს ხელისუფლებაში სხვადასხვა დროს სიტყვის სააკაშვილის დროსაც გადასარევად საქმიანობდა სხვათა შორის არავის არ ეგონოს რომ ეგ ან ანტინაცი იყო ან მსგავსი მშვენიერ პოზიციებზე იმყოფებოდა თბილად ბატონი ვოლსკი ისე როგორც ოდიშარია ისე როგორც უამრავი პარლამენტარი ისე როგორც კობახიძე და მდინარაძე გამომძიებელი კობახიძე USA-ში აი ესენი არიან აი ეს კოლექტიური მართლა კოლექტიური სახადი რომელიც იმ რეჟიმის დროსაც და ახლა მთლად გამეფებულები ხრავდნენ ამ ქვეყანას მაგრამ ამ ყველაფერს მალე დაერფევა სახელი და ქართველი ხალხი შესაბამის ვერდიქტს გამოუტანს ყველას. რაც შეეხება სააკაშვილს, ხო, აქაც მე ისტორიის ცინიზმს ვხედავ და ტრაგედიასაც, რა თქმა უნდა, პირველი დავიწყებ იმით, რომ სასამართლო არ გაგვაჩნია მართლმსაჯულება არის პოლიტიზებული და არის მიკერძოებული ეს თავად მიშა შექმნილი არის აქვე ვიტყვი და ძალიან ცუდი არის რომ ეს სასამართლო შექმნა ძალიან ცუდი არის რომ ადამიანები ამ სამართალს ეგრეთ წოდებულ სამართალს გადიოდნენ მისი მმართველობის დროს კიდევ უარესი ჩემთვის როგორც ადამიანისთვის რომელიც 34 წლის უკვე ამ 12 წლის განმავლობაშიც და იქამდე იმ 9 წლის განმავლობაშიც გავიარე ხო ეს ჩემი როგორ ვთქვა ბავშვობის და ახალგაზრდობის წლები და ძალიან ტრაგიკულია აი სულ ფიქრობ
ხომ რომ რამე დავაშავე მე? ან კიდევ უფრო დიდმა თაობამ, აი, მამაჩემ რომელიც 92 წლის არის, რამე დააშავა, რომ 33 წელი ამას უყურებს? ქართულ ხალხს უკეთესი აფერდამოსახურებია ბადრი კოჭლამაზიშვილი, რომელიც დიახ ჯერ მიშას ემსახურებოდა და დიახ ახლა ემსახურება ივანიშვილს, მართლაც deep state-ი, აი ეს კლანი დავაშავეთ რამე რომ ამათ ხელში ვართ და ქართველი იურისტები არ გვყავს, შესანიშნავი იურისტები გვყავს, შესანიშნავი მოსამართლეები შეგვიძლია რომ გყავდეს თუ აი იმ კლანს მოვაშორებთ და ეს არის ჩვენი მიზანი, რომ როდესაც შევცვლით ბოროტმოქმედ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, მმართველობის პრინციპიც უნდა შევცვალოთ. საქართველოს უნდა დადგეს ახალ სწორ ფუნდამენტზე, სადაც კეთილსინდისიერი მოსამართლეები და ასეთი დღესაც გვყავს და ჩვენ ტელევიზიითაც გვინახავს, რომ ყველა მათგანია არ ცხოვრობს ფუფუნებაში და არიან წესიერი ადამიანები, რომელიც კანონს ემსახურებიან. აი ეგეთი ხალხი უნდა იყოს სასამართლო ხელისუფლება და არა ბადრი კოჭლამაზიშვილი და ეგ მურუსიძე და ჩინჩალაძე და გვრიტიშვილი და სხვანი. ხო, რაც შეეხება უშუალოდ სააკაშვილისათვის, ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან იშვიათი, როგორც მე იურისტები მეუბნებიან, ძალიან იშვიათი დისკრეცია გამოიყენა მოსამართლემ, იშვიათი პრეროგატივა, რაც მას როგორც მე დღეს აღვაჩიე ქონია და შეკრებითობის პრინციპი გამოიყენა, რაც რა თქმა უნდა არის პოლიტიკური რევანში და სხვა არაფერი და სანამ არ იქნება თავისუფალი სასამართლო, რომელიც არც ნიშამ და არც ბიძინამ არ აღირსეს ამ ქვეყანას, მანამდე ვიტრიალებთ ამ წრეზე და მე ვარ წინააღმდეგი ამ წრეზე სიარულის, იმიტომ მე მინდა რომ ვიცხოვრო ნორმალურ ადეკვატურ ქართულ სახელმწიფოში და მე მგონი ვიმსახურებ ამას ისე როგორც თქვენ ყველანი იმსახურებთ ამას. ძალიან დიდი მადლობა გრიგოლ გეგელია იყო ჩვენი ეთერის სტუმარი.